თვალიერა, მან ულტრათანამედროვე სათხილამურო ტრასის პროექტისაც გაეცნო. 2011 წლამდე სვანეთში ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკვე არსებობს ახალი მესტიის პროექტი და ამ კუთხეში სახლები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. წელს ჩვენ გავაკეთებთ ძველი საბაგეროს რეაბილიტაციას და წელს გავაკეთებთ, წელს დავიწყებთ მონტაჟს ამ კილომეტრ 800 ჩამოვიტანთ შვეიცარიიდან ან საფრანგეთიდან ახალ საბაგეროს. მომავალი წლისთვის უკვე. მომავალი წლისთვის ჩვენ წამოვართ ამ ქვემოდან გონდოლებით და უკვე იქნება თელეტრასა უკვე გადაფარული. ესე რეალურად ჩვენ გვექნება ზაფხულის ტრასა უკვე რაღაც ნაწილი ჩანასახში უკვე წელზაფხულში 2011 წლიდან როცა გზა მთლიანად ამოვა მესტიამდე ჩვენ წელს გვაკეთებთ ესე ვარაუდობთ სადაც 35 კილომეტრამდე ავალთ ჩვენ დაგვშება 25 კილომეტრი 25 კილომეტრის რეაბილიტაცია მოხდება მერე და 25 და რეალურად გვექნება ტრასა 2011-ში და 2011-ში გვექნება გონდოლები და ყველაფერი ბოლომდე. ეხლა ჩვენ აქ ყავს ჩვენთან ერთად ფრანგები, შვეიცარიელები, გერმანელები ჯგუფში და ისინი იძახიან რომ მსგავსი არაფერი თავის ქვეყნებში არ უნახავს. ეს მე ხო არა ვარ. ესე რეალურად მესტია უნდა გახდეს არ მხოლოდ საქართველოს ყველაზე მთავარი კურორტი ეს უნდა გახდეს ევროპაში ყველაზე მაგარი სათხილამურო კურორტი ბუნებრივი პირობებით ესე იგი თოვლის რაოდენობით სიმშრალით კლიმატის ინფრასტრუქტურით ფოთში აეროპორტი ამის აეროპორტი ბეტონის გზა აქამდე ელექტროგაყოლმოყვანილი მზის ენერგია წყალი მოყვანილი კანალიზაციას ვაკეთებთ ინფრასტრუქტურით ამას ბადალი არ აყავს არსად აღმოსავლეთ ევროპაში და ნახეთ თუ არ მოვუგოთ სანტ-მორიცს და კურშეველს. იმიტომ აქ არის მართლა წარმოუდგენელი პოტენციალი ზაფხულში ცურვის და ზაფხულშივე სრიალის. ანაკლია და მესტია იქნება სინქრონში. 5 წელიწადში არ იქნება მილიონი ტურისტი. ყველა კოშკის გარშემო სახლის ხვალე იცვლება და საერთოდ ეს იქნება აი ეს იქნება როგორც საფოსტო ბარათი საქართველოსი თელსოფლიოს ტურისტულ იმაში უნდა ამოვათავსოთ და რეალურად ფოთიდან აქ ახალი გზით ფოთში იქნება დიდი აეროპორტი ევროპიდან და ახლა იფრენ რეისები და იქიდან 2 საათი და ავტობუსით ხარ აქ. ყველა ეს პროექტი არის დაწყებული. და ყველაფერი განხორციელდება ბოლომდე. გვინდა კიდე რაც არის მნიშვნელოვანი რომ ჩამოიყვანა ჯგუფი ახლა გვიყვარს გოჩაც მოთხილამურია და ბევრი სხვა მაგრამ ჩამოიყვანა ჯგუფი ევროპელების კიდე ფრანგების ან გერმანელების ვისაც ყველაზე მეტად ეხება გარდა საბაგიროს. შევისწავლოთ ზუსტად ტრასები, ქარის მიმართულება